მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მე ვარ საბა და დღეს მინდა შემოგთავაზოთ კიდე ორი ცალი ჩემი ნაკეთობა. ორი ბრტყელაცული. დიზაინი ფორმის არის ერთი და იგივე, ასევე ნახატიც არის ერთი და იგივე, უბრალოდ არის სხვაობა, ასე რომ ვთქვათ, ტარებში და აქ აქვს უზორები გაკეთებული აი ამ ცულს. ამასაც შეგახედებთ. ხო, მოკლე მახასიათებლები რო გითხრათ ამ ცულზე, ეს არის ლეგირებული ფოლადი 9 ხაეფი, აი ამ ცულზე არის გამოყენებული აკრილის ტარი, ასევე აქვს შიგნით ჟიათის ფირფიტა, აკრილთან ერთად სამაგრები არის ხრახნებზე, ნახატი არის ელექტროლიზის მეთოდით გადატანილი, ქიმიური მეთოდით, ასევე აი ამ ბრტყელაცულზე ზუსტად იგივე ნახატი არის გადატანილი, ორივე არის იდენტური. ხო, ეს არის იტალიური ტყავი, ეგრეთ წოდებული ვეჯი. ესეთი დიზაინით გავაკეთე აი ამ ცულზე, ანუ ცოტა სიწითლე დასდევდა ტარს და შესაბამისად ქარქაში ცოტა წითელი შეურო. და სხვათა შორის ძალიან ლამაზი გამოვიდა. აი ესეთი ვიზუალი აქვს აი ამ ცულს. ხო, არის ეს სამაგრები ხრახნებზე, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ როგორც ყველა ვიდეოში ვამბობ ხოლმე, ძალიან პრაქტიკული არის თუ ზედმეტად დაიჟანგება, ან ძალიან ისე დაისვრება, შეგვიძლია დავშალოთ, ხელახლა გავწმინდოთ და ჩვეულებრივად ავაწყოთ. ხო, ეს არის აი ეს ცული. ხოლო აი ეს ცული. ეს ამაზე არის გამოყენებული უკვე ტარი ბზა, ასევე ჩანართი არის ჟიათის ფირფიტა. უბრალოდ ძალიან ლამაზ ხდის ჟიათის ფირფიტა. ესეც არის იტალიური ტყავი, ესეც იდეაში ცოტა უბრალო გამოვიდა, მაგრამ ვეცადე ასე ვთქვათ, ტართან ფერის მიმართებაში ცოტა იდენტური ფერის გამოსულება. ესეც ჩვენი ორი ლამაზმა. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ამ ორივეს დავტესტავთ და ვნახავთ, როგორი არის ხმარებაში, იმიტომ რომ ჩემი ყველა გაკეთებული ცული არის პრაქტიკისთვის. ანუ უნდა გამოიყენოს მომხმარებელმა. როგორც ხორცზე, ძვალზე, იქ ტყეში, საპიკნიკეთ, ხეები დაჩეხოს, დიდხეს არ გულისხმობ. ტოტები იქ მწვადისთვის რაღაცა მოიმარაგოს. ხეები და ასე შემდეგ. მაგისთვის არის ეს გათვლილი. მიუხედავად ზომისა, დაახლოებით 25 სანტიმეტრი არის მთლიანი სიგრძე. როგორც მახსოვს, 13 იყო სიმაღლე და მჭრელი პირი არის 15 სანტიმეტრი. და სისქი აქვს დაახლოებით 5.5 მილიმეტრი. პატარა ზომის მიუხედავად არის ძალიან მძიმე და ასე რომ ვთქვათ, ხმარებაში იდეალურად გამოყვება ადამიანს. აი ესეთ მსხვილ ტოტზე დავტესტოთ ახლა ჩვენ ეს ორივე ცული და ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს და როგორ ჩათლის გვერდებს. ახლა ვნახოთ. მოდით ახლა მეგობრებო, პირველი დავტესტოთ აი ეს ცული. მზის ტარით.
ნუ რასაც ხედავთ, შვენურად უმკლავდება. ეხლა დავტესტოთ მეორე. დაახლოებით 6 სანტიმეტრი დიამეტრის არის ეს ხე. თან არის მშრალი. სპეციალურად შევარჩიე გამომშრალი, რომ ცოტა უფრო მაგარი იყოს ნედლთან შედარებით. ნუ როგორც ხედავთ, რა თქმა უნდა, შესანიშნავად უმკლავდება ეს ჩვენი ცულები ასეთ ხეებს. ნუ პირზე ვაფშე არანაირი დეფორმაცია არ აქვს, ნუ გალესილს გულისხმობ, რა თქმა უნდა. ესეთი მაგრები არის, მეგობრებო, აი ეს ჩვენი ცულები.